თავიორის დირექტორი ღია დაკრიტიკებს ტელეიმედსაც, იმ ტელევიზიას, რომელიც მისი პროკურორობის პერიოდში დაარბიეს. ჟურნალისტების ნაწილი მოისყიდეს, ნაწილისთვის კი ყველა კარი დაიხურა. მაესტრო, მეცხრე არხი, იბერია, კავკასია, ინტერნეტ ტელევიზია ITV და ბეჭდური მედია. ძალიან ბევრჯერ გამხდარა ნაციონალური ხელისუფლების აგრესიის სამიზნე. აპატიმრებდნენ სატელიტურ თევზებს, მალავდნენ რეალურ ამბებს და ნაციონალური მაუწყებლები შეთანხმებულად გადმოსცემდნენ მთავრობისთვის სასურველ ინფორმაციას. შეწყვეტილი მაუწყებლობა ვარდისფერი ჟურნალისტიკის ფონზე. გავიხსენოთ უახლესი მედია ისტორია. გამოძიება ბუნებრივია მუშაობს სხვადასხვა გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ კიდევ სხვა გარემოებებზეც, რომლებიც უფრო ნათლად ადასტურებენ იმას, რომ იმედი არ იყო დისტანცირებული, მიუკერძოებელი, გამშუქებელი იმ მოვლენებისა, რომელიც ხორციელდებოდა ბოლო პერიოდში. ასობით სპეცრაზმელი მაშინ იმედში უკანონოდ შეიჭრა. მათ დაარბიეს შენობა, ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დაამტვრიეს ტექნიკა და გათიშეს მაუწყებლობა. 9 წლის შემდეგ სასამართლოზე იმედის მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა გაიხსენა, რომ არანაირი შეტყობინება მაუწყებლობის შეწყვეტის მოთხოვნაზე ტელეკომპანიაში არ შესულა. ამერიკის აღმოჩენა თუ გონია, რომ ამბობ, რომ ჩვენ მიკერძოებული ტელევიზია ვართ, ძალიან ცდები. ჩვენ ამას ვაღიარებთ, დიახ, ჩვენ ვართ მიკერძოებული ტელევიზია. ასე ამართლებდნენ ტელეკომპანიის დარბევას ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი ლიდერები. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, რომელსაც ვერ დაამხობს ვერც პატარკაციშვილი და ვერც ადამიანების ერთი ავანტურისტი ჯგუფი. თქვენი სახე დღეს დაინახა მთელმა საქართველოს. თქვენ ნაძირალებო მარტო. ტელეიმედის დარბევის მიზეზებს საკუთარი არგუმენტებით ამყარებდა მაშინ ნიკა გვარამიაც. ეს ადამიანი იქნა ცნობილი ეჭვმიტანილად და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ყადაღა დაედო იმ ტელევიზიას, რომლის მეშვეობითაც იგი მართავს მთელ ამ პროცესებს. 2004 წლის 19 თებერვალს შეიარაღებულმა ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა ტელეკომპანია იბერიას და ომეგა ჯგუფის ყველა დაწესებულება დაიკავეს. ეს ყველაფერი არის მხოლოდ პრეტოლა დამოუკიდებელ მასმედიაზე და გარდა ამისა დამოუკიდებელ ტელეკომპანია იბერიაზე და გარდა ამისა ეს არის ზეწოლად თავისუფალ ბიზნესზე. მოხდა იმ შენობაში, სადაც განთავსებულია ტელეკომპანია იბერია და ამავედაც განთავსებულია კომპანია ომეგას რამოდენიმე ფირმა. ამ ფირმების შემოწმება, მათ შორის იმედის იბერის კომპანიის შემოწმება. 2008 წლის ზაფხულში საინფორმაციო მაუწყებლობა შეწყვიტა ტელეკომპანია მზემ. წლების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან იდევნებოდა ტელეკომპანია მაესტრო. ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს. არხმა რამდენჯერმე შეიცვალა მისამართი. 2012 წელს კი ყოფილი ხელისუფლების გენერალურმა პროკურატურამ დააყადაღა მაესტროს კუთვნილი ასეულობით სატელიტური ანტენა, რითაც შეფერხდა არხის სიგნალის გავრცელება რეგიონებში. მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მეცხრე არხისა და მაესტროს გადამდგარ ჯგუფებს. ამავე პერიოდში მეცხრე არხით უკმაყოფილო მაშინდელი მმართველი გუნდი საკაბელოებიდან მეცხრე არხის გათიშვის ინიციატივითაც გამოვიდა. არხის ჟურნალისტები ხშირად ხდებოდნენ ნაციონალური მოძრაობის და მათი მხარდამჭერების აგრესიისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ობიექტები.